თანაინვესტირების ყოფილი დირექტორის პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბორდზე რომელთაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. ამის შესახებ განცხადება ბაჩიაშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი მტკვარი ჰესის საქმე განიხილებოდა. თუმცა პროცესი გადაიდო. ბიზნესმენის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით თავზე ტომარად ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამოიყვანეს საქართველოში. სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა ასევე თქვა, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია იყო. ყველა ნორმის დარღვევით თავზე მეშობ წამოფარებული მე უკანონოდ საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩავამიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეთხზული და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანრი ოხანაშვილი იყოფებოდა იმ ბორდზე, რომელთაც მე მომიტაცეს. და თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ ახლა. მე როგორ ვიპოვა სამართალი, სად დავიცვა თავი. როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი. როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელიც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში, 2 წელი ჯოჯოხეთი მოვიწყო მე და ჩემ ოჯახს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც ქვეყანა ფარულად 2025 წლის მარტის დასაწყისში დატოვა ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს დააკავეს. სუსის ინფორმაციით 26 მაისს ანონიმურმა წყარომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი წითელ ხიდსა და სადახლოს შორის ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მონაკვეთზე გადაადგილდებოდა. ბაჩიაშვილის დაკავებიდან მალევე მისი ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა თქვა, რომ ბიზნესმენის საქართველოში იძულებით დააბრუნეს, თუმცა როგორ და რა გზით კონკრეტებული არ იყო. კონკრეტულად გადაცემის შესახებ ბაჩიაშვილმა 29 მაისს სასამართლო პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, 24 მაისს გაიტაცეს 2 დღე თვალებახვეული ატარეს და აირძენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. მას უნდა პირველ რიგში საზოგადოების ინფორმირება და ასევე ფორმალურადაც მოეთხოვა გამოძიება. ეს წარმოადგენდა ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ და შესაბამისად პროკურატურას ჰქონდა ვალდებულება, რომ გამოძიება დაწყებულიყო. ამის პარალელურად ჩვენს მიერ მოხდა მიმართვა პროკურატურისთვის, სადაც ფორმალურად მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება და არა მხოლოდ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება, არამედ მთელი რიგი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ეს არის რამდენიმე ათეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ მოთხოვნა, იმისათვის, რომ ის გარემოებები, რომლებზეც საუბრობდა გიორგი, ეს დადგენილიყო. პარალელურად ჩვენს მიერ ასევე გაგზავნილი იქნა აირზენაში, საქართველოს ავიახაზებში, საქაერო ნავიგაციაში, აეროპორტების გაერთიანება და ასევე სახელმწიფო უწყებებში და ასლი გაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, რომ შენახული იქნეს ყველა ის მასალა, რომელიც შეიძლება ასახავდეს და ასახავს ინფორმაციას იმ დანაშაულებათა წყების შესახებ, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ იქნა ჩადენილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება ანტიკორუფციულ სააგენტოში და სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ბუნებრივია შესწავლილი იქნება ყველა გარემოება, რაც შეეხება ბრალდებულის განცხადების შინაარსს. ბუნებრივია მისი განცხადება ვერ გახდება ხელშეშლილი გარემოება, მხოლოდ მისი განცხადება, რომ კონკრეტულ საგამოძიებო უწყებამ გამოიძიოს. ქვეყნის დატოვების შემდეგ 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეგრეთ წოდებული ბიტკოინების საქმეზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, 1 მაისს სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა. საქართველოს დატოვების შემდეგ ბაჩიაშვილის მიმართ კიდევ 2 საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება. ერთ-ერთი ბრალდება მტკვარი ჰეს, მეორე კი საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.